მეგობრებო, ბევრი ვიდეოების ღების რო არა მაქვს. Ამ სიცივებმა და ყინულმა კიდეც თლად გაგვაჩერეს და წვიმებმა. უბრალოდ აი ფაქტს გაჩვენებთ რა, აი ბალახს ხო ხედავთ. რავი, 30-35 სანტიმეტრი სიმაღლის ბალახია უკვე რა აქ. აქ გავეხა კომბოსტოს და სალათას. სალათის ფურცლებს რა. ვამზადებ კვალს. უბრალოდ გავთიბავ. ესე იმით გავწევ რაღაცა პატარა ნიჩაბს ვნახავ და გავწევ, ჩავდებ ჩითილს და დავამულჩირებ. მორჩა. როგორ აკეთებ ბარის გარეშეო, როცა კითხულობ რა. არანაირი ბარი, სათიბი, ნიჩაბი, მულჩირება. ბიომიქსი თუ მაქვს, რავი, დავუყრეთ ცოტა კვებას და მულჩირებაში თუ ვიხმარ აი იმ ბურბუშელას ნასალაშინებს, მაშინ აუცილებლად უნდა ცოტა სასუქი აზოტოვანი. მაქვს კარბამიდი და შეიძლება კარბამიდი ცოტა მოვაყარო. აი გაჩვენებთ ახლა როგორ იქნება ეს მერე დარგული. ესეც ასე. უცებ გავთიბე, ახლა იმ მწვანე ბალახი რაც დაიყარა ავაგროვებ. და პირდაპირ ახლა რაღაცას მოვძებნი რომ მიწა გავწიო ესე ან ცოტათი ამოვიღო რომ ჩითილი ჩაიდოს. სულ პატარა რაღაცას. ხელის ნიჩავი მქონდა, რაღაც თუ ვიპოვე, ბევრი ინსტრუმენტები მქონდა, მაგრამ ვეღარაფერს ვეღარ ვაგნებ. ეხლა უბრალოდ შეადარეთ ეს კვლები იყო ადრე დამულჩირებული და სადაც კარტოფილები მქონდა უბარავად და რა დონეზე განაყოფიერებულია რომ ორჯერ უფრო დიდია ბალახი ვიდრე სხვაგან და აი უფრო ესეთი ხასხასა და მწვანე ხარ ვიცი ვიდეოზე როგორ ეტყობა უკვე იმ სიმაღლე ბალახია რომ ჩაწვა რა აი იქეთ სხვათ აი აქ ძალიან დიდი კონტრასტია რა ანუ მეურნეობას ვეწეოდი აქ მომყავდა კარტოფილი და უფრო განაყოფიერდა მიწა. კი არ გაღარიბდა. კაი, ეხლა დავიწყებ ჩითილების ჩარგვას და მერე განახებთ კარდონებით და რაღაცებით როგორ დავამულჩირებ. გამარჯობა მეგობრებო, ეს არის შალვას ჩითილები. სალათი უკვე საჭმელიც არის, გადასარგავი არა. უამინდობის გამო. უბრალოდ ნახეთ ხარისხი ჩითილის, ეს კომბოსტოა. ამ ადამიანს ჩვენ არ უნდა ვაცდენდეთ რაღაც სხვა საქმეებზე და შეკვეთებით უნდა გქონდეს ჩითილების დატვირთული. ეხლა წელს უკვე შეკვეთები აღებული აქვს. აი, რა ვიცი, ჩემი თხოვნაც არის, რჩევაც არის, რომ მომავალ წლისთვის შალვას სათბური რაც აქვს თბილისში დაუტვირთოთ მაქსიმალურად შეკვეთით ჩითილების რა. მართლა გეუბნები, რატო უნდა ვიწვალო? ეხლა ნახე რა ჩითილებია. ეხლა მე თუ მექნება კარგი საჩითილე ხომ არა. ეხლა რამდენ ადამიანს გაგიფუჭრა ჩითილები გარეთ რაღაც პარკით გადახურული და მე ვერ ხვდები საერთოდ გარეთ რო გაქვს ჩითილები რა აზრი აქვს. მაშინ პირდაპირ მიწაში დათ ესე და ბოთლი დააფარე ან ჭიქა ან რაღაცა. რა აზრი აქვს? იგივე ტემპერატურა არის ცელოფნის შიგნით, ფაქტობრივად გრადუს ნახევარი, 3 გრადუსი იყო შეიძლება, არის 3 გრადუსი სათბურშია ხოლმე სხვაობა და ახლა პატარა ესე გვირაბს რო უკეთებთ თახს, იქ იქნება 1 გრადუსი შეიძლება სხვაობა. ნახეთ. მადლობა შალვას ამ ჩითილებისთვის. ეხლა აი ნიჩაბი პატარა და დავიწყებ პირდაპირ ჩარგვას. ეხლა არ ვიცი ცალი ხელით თან როგორ გადავიღო და თან როგორ იმას ქნა რა, აი მაგალითისთვის გაჩვენებთ რა. ეხლა ვიღაცა იტყვის ჩემთან რომ ეგეთი მიწა არ არისო. რავი, მაშინ უფრო ცოტა ძლიერი რაღაცა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ბარვას და ხვნას არ ვიწყებ რა. ეხლა ცალი ხელით ცოტა რთულია. აი ჭანგას ფესვები ისინი არაფერს არ მეშინია. აი ეს ფესვები ფესვებად მოკვდება, აქ ვერ ამოვა ვერაფერი რა. აფე ანუ ჩავდებ და მიწას მივატკებ რა. ეხლა ცალი ხელით ცოტა რთულია. დაახლოებით რო აგიხსნათ რა. ეხლა ვერ დავიწყებ გადაღებას და თან დარგვას. აი ესე იქნება დარგული, კარგად მივუტკებთ. всё. არანაირი ტრაქტორი ბარვა და ის წელში გაწყვეტა. თავარი არის უბრალოდ მერე რომ ეს ფესვები რაც რჩება აქ და რაღაცა ის არ ამოვიდეს და ამას არ წაართვას კვება, ხო? ამისათვის ვიყენებთ მულჩირებას და მე გამოვიყენებ კარდონებს. პირველ რიგში იმიტომ რომ აქ ცოტა ძლიერი ბალახი არის, ისი არ არის რომ უბრალოდ დავამულჩირო რაღაცა მსუბუქად თივით და ბალახი აღარ ამოვიდეს რა, ჩემთან ძალიან ძლიერი ბალახია, ამიტომ მუყავასაც გამოვიყენებ და კვებასაც დავუტოვებ აზოტოვანს, იმიტომ რომ აი იმითი უნდა დავამულჩირო ნაწილობრივ. ბურბუშელათი ასე რომ ვთქვათ, ნასალაშინებით რა. ხო და ნახოთ რა. განაჩხებ უბრალოდ. ერთი ვარიანტია საშიშროება არის ჩემთან რომ ლოკოკინა მყავს ძალიან ბევრი და კომბოსტოზე გიჟდებიან. ეს მაგათი საჭმელია ნომერი პირველი. კომბოსტოსები და ოჯახი რა ზოგადად. ამა წავედი ახლა მემუშავე შენი დავრგო. ეხლა მე გავაკეთებ ესე ერთი რიგი კომბოსტო იქნება
50 სანტიმეტრში იქნება მეორე რიგი კომპოსტო და შუაში გავუყოლებ სალათის ფურცლებს რა. ეგეთი კვალი მექნება. ესე იგი დავდგე. აი ნახეთ. პირდაპირ ეხა მობილიზებას მოვახდენ ჩემი კარდონების. რა არის იცით, თქვენთან თუ ასე თუ ისე არ არის ასე მძიმე დაბალახებული დაჭანგიანებული მიწა, შეგიძლიათ პირდაპირ დაამულჩიროთ TV-ით, აი ამ მწვანე ბალახსაც ვიხმარ ეხა რაც გავთიბიაგი და იყო დაგროვდა რა. ხომა ჩემთან აქ არის კი ხედავთ როგორი ჭანგა, უხ. აქ მქონდა ის კარტ. ხო და ამიტომ ხმარ მოყავს კარდონებს, ვაგროვებ ხოლმე კაფელის იქნება თუ რავი რასაც ვხსნი, კარდონებს ვაგროვებ. დაუფენ კარდონებს კარგად. მერე დავაყრი ბალახს, ეხა ბედიძე ვერ დავამულჩირებ ჯერ, იმიტომ რომ ჯერ პატარები არის ჩითილი და სიმძიმისთვის დავაყრი ჯერ და მერე დავამატებ, როგორც კი წამოიზრდება ეს ყველაფერი რა. ასეთი მაქვს გასაკეთებელი თელ ეზოში უამრავი. ვისაც გაინტერესებთ, მოდით ერთად ვაკეთოთ. ეხა კარტოფილი მაქვს დასათესი, როგორც კი ცოტა ამინდები გამოვა რა და მოვიცრი ცოტას. ერთი სიტყვით, აი დაახლოებით ესე იქნება რა. მე საბოლოოდაც გადავუღებ ვიდეოს, ეხა უბრალოდ წვიმას იწყებს ისევე და დრო არ მაქვს ბევრი რომ ვიღო ვიდეოები, ეს ვიდეოები ძალიან ბევრ დროს მართვე სხვათა შორის რა, ხელები დაიბანე, ჩართე კამერა. იმიტომ ხელის ანაბეჭდს ისე ვერ კითხულობს და ტელეფონსაც ვაფუჭებ ხოლმე ამ ტალახით, რომ მერე ისევ ჩაიდე, აი ეს რა მაგიტო, აი ეს მოკლედ რა. მოყავო რავი, რაც გაქვთ მულჩი რა, ეხა მე ეს მწვანეც ამაქვს, ისიც ამაქვს და ყველაფერი მაქვს რა და ვისაც რა გაქვთ მულჩი. და ბიოპრეპარატებით დამუშავება. რომ სწორი პროცესები წავიდეს. სამაგიეროდ ეხა იტყვით რომ ამდენი დრო დახარჯე ამის გაკეთებაზე. სამაგიეროდ რწყვაზე ნაკლებ დროს დავხარჯავ, დაავადებები არ მექნება თითქმის ნიადაგის ნაყოფიერებას შევინარჩუნებ და ბარვით წელში არ გავწყდები ყოველ წელს და იმაზე არ ვიწუწუნებ მახრამ ძირები გადამიჭრა ჩითილი და ვაიმე რა ვქნა და ვიმე რა ვქნა. აქ არც მახრა მოვა და არა მახრა თუ მოვა აქ, ხო? იმას ჩითილი არ აწუხებს ის მახრა არის მტაცებელი და ჭამს ჭუპლებს და რაღაცებს რა ჭიაღვას. იგივენაირად თხუნელაც. თხუნელა კი მყავს, ერთი მხრივ მიხარია რომ ესე იგი ჩემთან გაჩნდნენ ჭიაყელები, აქ ქვიშა არის, მე ნაყოფიერი მიწა არ მაქვს. ვისაც გონიათ რომ მიწა მაქვს კარგი, ეს არის ქვიშასავით რაღაც თიხიანი ქვიშა. აი ეს მაქვს მე ყვითელი არის, ხა ეკრანზე კიდე მუქად ჩანს, თორე საშინელი ფერის არის. არა ყველაფერი მოდის აქ, თუ სწორად მივდგე. კაი გავაგზავნე ხოლმე მუშაობა. აი ესე ვაკეთებ რა ერთი სიტყვით. პირდაპირ უბარავად ჭანგიან ადგილას. ეხლა სანამ შევუმაღამ და ბოლომდე გაჩვენებთ ბარემ როგორ სახეზღებულობს საბოლოო ჯამში. ეს მწვანე ნათიბი ბალახი არის, ეს ნაშალაშინები. აი ასე იქნება ეს ყველაფერი. ეხლა სირთულე არის რაში? რომ ესენი არის პატარები. მეორე ვარიანტი კიდე. მე უნდა გამეკეთებია სხვანაირად რომ მქონოდა წყალის შანსი ეხლა არ მქონდა აქ მოსარწყავი და არც წვიმა წამოვიდა. ანუ ყველაზე მარტივი არის როცა წინასწარ დააფენთ ესე კარდონებს ჭიდროდ, მერე იმას დააწვიმს ან მორწყავთ და მერე იმ კარდონებში აკეთებთ ნახრეტებს. და იქით რგავთ ჩითილებს. ასე არის ბევრად კარგი. ამ კარდონებს თქვენ თუ დაალაგებთ შემოდგომაზე და ამ კვალს თუ გაამზადებთ შემოდგომაზე, ბევრად უკეთესი. თებერვალში მაინც არა ამ ხელა ბალახში რა. მაგრამ ჩემთვის თავარი არის რომ ეს კვალი იქნება უკვე всё მუდმივი. აქ ნაყოფიერება წამოიწევს, სარეველას დავჩაგრავ და მე რასაც მინდა ხოლმე, უბრალოდ მულჩა უნდა დავამატო და რასაც მინდა ხოლმე, ესე მარტივად ჩავრგავ. ანუ თავიდან შეიძლება შრომა მეტი უნდოდეს ასეთი კვალის მომზადებას, ვიდრე კულტივატორი გადაიარო და თოხით კვალი გააკეთო და ჩაყარო ყველაფერი, მაგრამ შემდეგი შრომა ბევრად ნაკლები უნდა. და ბევრად ჯამსაღი პროდუქტია, კვება, აი აქვე ეს ყველაფერი ყება და იმით იკვებება და ეს არის გათვლილი გრძელვადიან მოხმარებაზე რა. ეს არის მეგობრებო, გული კი გაგიხეთქეთ დღეს, მაგრამ ასე გავიხუმრე რა. აი ეს. ეს კარგად უნდა შემოუტკევდეთ, რომ შუქი არ გავიდეს და კიდე ერთხელ გაგიმეორებთ, როცა ხმარობთ ახალ ნახერხს ან ბურბუშელას ან რამეს, ჭირდება აზოტოვანი კვების მიხმარება. ჩემ შემთხვევაში არ დაჭირდება, იმიტომ რომ აქ ბევრი აზოტი იქნება.
მწვანე ბალახის დაწვისგან რა, ანუ გადამუშავებისგან. მაგრამ მაინც მივახმარ ცოტას, ბალახის ნაყენს გავაკეთებ ცალკე და იმას დავახმარ რა. აუცილებლად ჭირდება. და აუცილებლად ჭირდება ერთხელ მაინც მორწყვა სასარგებლო მიკროორგანიზმებით რა, ეს ბიოკატენა, აგროკატენა, ორგანიკა, მიკორიზასაც თუ იხმართ, ვაფშე გადასარევი. Კაი, ხა მე გავუყევი, უცებ თორე წვიმას იწყებს.